არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შემდეგ ჯანდაცვის უფლებას ოცნებას ემიგრანტების საყოველთაო დაზღვევის გარეშე დატოვება სურს. მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან მეტი ვადით, პროგრამაში რეგისტრაცია შეუჩერდებათ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი რეგისტრაცია ხელახლა მოუწევთ. როგორ განმარტავს გადაწყვეტილებას ოცნების ჯანდაცვა და რას პასუხობენ რეჟიმს ემიგრანტები? მარიამ ლეკიაშვილი აგრძელებს თემაზე ფორმულას ეთერში საუბარს. დიახლუკა, ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის მიერ გამოცემული განცხადების თანახმად იმ ადამიანებს, რომლებიც 6 თვე ან მეტი ვადით დატოვებენ საქართველოს საზღვრებს, შეეზღუდებათ საყოველთაო დაზღვევა. თავად ქართულ ოცნებაში კი განმარტავენ, რომ ეს ცვლილებები შეეხება მხოლოდ ამბულატორიულ დაფინანსებას და ადამიანი, როდესაც დაბრუნდება საქართველოში, საყოველთაო დაზღვევა აღუდგება, თუმცა არ არის გათვალისწინებული და გაწერილი ვადები, რამდენ ხანში შეძლებენ ისინი საყოველთაო დაზღვევის დაბრუნებას. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ იმასაც, რომ თუ ადამიანი არ იმყოფება საქართველოში, სახელმწიფო არ არის ვალდებული დაფაროს მისი ამბულატორიული ფინანსები. მიზეზად ამ ცვლილებებისა ასახელებენ არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას, ასევე ბენეფიციართა ინტერესების დაცვას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აზიანებს 100,000-ობით ემიგრანტს, იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას არჩენენ ფულადი გზავნილებით. ჯერ იყო და საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს ჩამოგვართვეს არჩევნებში, აგვიკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და ეხლა კი შეგვიჩერეს სახელმწიფო დაზღვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი. ის რაც ქართულმა ოცნებამ დაანონსა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა, არის შეგრებული პოლიტიკა ემიგრანტების წინააღმდეგ. ჯერ იყო და ხმის უფლება წაგვართვა, ახლა სახელმწიფო დაზღვევა გაგვიუქმა და პირდაპირ გვეუბნები არა, თქვენ მხოლოდ ფულისთვის ვჭირდებით და არა როგორც მოქალაქეები. ადამიანები კი, რომლებიც წლები ვშრომობთ, ოჯახებსა და საქართველოს ვინახავთ, ასევე სოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, უფლებებს გვართმევენ და მაინტერესებს, როდის აგვიკრძალავენ საქართველოში შემოსვლას. დიახ, თქვენ ახლა მოისმინეთ იმ ემიგრანტთა განცხადებები, რომლებიც ეხმაურებიან ამ ცვლილებებს, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯოლაძემ. როგორც მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი იარაღი ქართული ოცნებისა, რომ დაუპირისპირდეს იმ ემიგრანტებს, რომლებიც არ არიან ქართული ოცნების ამომრჩეველი. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ ქართულმა ოცნებამ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულების დაფინანსების ეგრეთ წოდებულ კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონალურ სერვისებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას. როდესაც ადამიანი ხდება ავად და მიდის საავადმყოფოში, სახელმწიფო ბუნებრივია უზრუნველყოფს მისი მკურნალობის ხარჯებს. ამიტომ აქ ძალიან მარტივია დადგენა პიროვნება, არის იმყოფება საქართველოში თუ არ იმყოფება. და თუ კი 6 თვის განმავლობაში არ იმყოფება საქართველოში, არ აქვს კონტაქტი მის სამშობლოსთან და არც მიუმართავს საავადმყოფოსთვის და სახელმწიფო მაინც უნდა იმის გამო რომ მიწერილია მისი გვარი და სახელი კონკრეტულ მისამართზე პოლიკლინიკაში მაინც ამბულატორიული გადასახადი უხადოს, ნუ აქ ბუნებრივია რომ არის სრული აბსურდი. დიახ, ახლა საინტერესოა ქართული ოცნება შეზღუდვების კიდევ რა მექანიზმს გამოიყენებს ემიგრანტების იმ ნაწილისთვის, რომელიც არ არიან მათი ამომრჩეველი. ემიგრანტების უმრავლესობა სწორედ არ ეთანხმება ქართული ოცნების მმართველობას და მათ აზრს აფიქსირებენ საჯაროდ, რაც რა თქმა უნდა დამტკიცდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.